ესე იგი, მე მინდა წარმოვადგინო ჩვენი არაჩვეულებრივი სტუმრები და ეს არაჩვეულებრივი ნაკეთობები, რომლებიც ახლა მე აი ხელთ მიჭირავს, ულამაზესი კვერცხები, მაგრამ მე აუცილებლად უნდა ვკითხო ქალბატონ მაიას, როგორ კეთდება ეს სილამაზე. მართალია მას მე ვერასდროს გავაკეთებ, 100%-იანი ვიცი, თუმცა ყოველთვის ვიქნები კარგი შემფასებელი, ესეც საქმეა. ქალბატონი მაია ოსეფაშვილი დიზაინერი და მხატვარი სიმონიკო მაჩაბელი არიან დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები და ვისაუბრებთ იმ არაჩვეულებრივ ხელოვნების ნიმუშებზე ვიტყოდი, რომელიც აი დღეს არის წარმოდგენილი ჩვენთან სტუდიაში. ეს საოცრება. ამას ყველაფერს თქვენ თუ ვაკეთებთ. ნინო, თუ შეიძლება მაიასთვის მაქვს ახლა სიურპრიზი, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ არ ვიცი, ეს იყო ალბათ პირველი კვერცხი, რომელიც მან მაჩუკა. მაიკო, ეს რამდენი წლის არის? მაგრამ მას შემდეგ მან დახვეწა ალბათ ყველაფერი და ეხლა მინდა ნინო შეადარო თუ შეიძლება გადმოვა. შეადარე რას ნიშნავს წლები და რამდენი ხანია ეს უკვე მაქვს. ეს არის 15 წლის ნანა? დაახლოებით კი. დაახლოებით 2000. მაგრამ ჩვენ ძალიან გვაინტერესებს როგორ კეთდება ეს ყველაფერი. და მე ვიცი რომ თქვენ გაქვთ მან საშუალება რომ დაიწყოთ ამ ყველაფრის ჩვენება ჩვენთვის და მაყურებლისთვის და ნინო ნუ თამაშობ მე შეუდექი საქმე ძალიან გთხოვ არა შეიძლება გაკეთებას მე ხა ამ ეტაპზე მინდა გავაკეთო მაქვს უბრალოდ სამი ტიპის კვერცხები ანუ სამი ტექნიკით შესრულებული ეს არის დეკუპაჟი ერთ-ერთი რომელიც ყველაზე ადვილია და ვთვლი რომ ნინოსთვისაც და ნებისმიერი ბავშვისთვისაც ძალიან ადვილად მოსახერხებელი არის. ამ ტექნიკას მე დღეს განახებთ და ალბათ ყველა მიხვდებით. არის კიდევ ეს მეორე ვერსია არის, ეს ჩალით, არ ვიცი, ეს ჩემთვის ბუნებრივი ფერი ძალიან მნიშვნელოვანი არის. და ესე ძალიან ადვილი გასაკეთებელია ნინო. კი, ძალიან ადვილი დარწმუნებული ვარ საოცრად ადვილი. ამას ყველაფერს მოგიყვებით. და აი რაც შეეხება ქალბატონ ნანა საჩუქარს, ის რომელიც არის გაკეთებული ბისერით, აი ამ წვრილი მძივებით. ეს საკმაოდ ესეთი რთული ტექნიკა საქმე არის, აი ცოტა საიუველიროც კი. ეხლა ამას რო უყურებ, აბსოლუტურად სხვანაირად მაქვს ჩალაგებული ეს მძივები. ეს იყო საწყისი ეტაპი, როცა ამ მძივების ტექნიკით დავიწყე მუშაობა. ეხლა მაქვს შეცვლილი, უფრო დახვეწილი, რა თქმა უნდა. მე ვერაფრით ვერ ვიტყოდი, რომ ახლა ეს უფრო დახვეწილია, ვიდრე ეს, იმიტომ რომ სიმართლე გითხრათ მე ეს უფრო მომწონს. ოღონდ ეს გემოვნების საკითხია. ხო, რა თქმა უნდა. არა, რა ხდება, იცით, ახლა აი ნახეთ ეს მძივები აქედან არის ზემოთ დამაგრებული, ანუ ამას იცით რა არის ფაქტურას ცვლის კვერცხის. იქითა ვერსია, ანუ რომელიც საბოლოო არის ჩამაგრებული ისე, რომ აბსოლუტურად გლუვი არის ზედაპირი. კი. ერთი კითხვა მაქვს, აი ის რაზეც ეწყობა ეს ყველაფერი ნებისმიერი ტექნიკით. რა არის? ეს არის რაღაცა ხის გამოთლილი კვერცხი, რომელსაც თქვენ მუშაობთ, ეს შეიძლება იყოს ნამდვილი კვერცხის ნაჭუჭი თუ აი რა არის საწყისი? იცით, ხის კვერცხები ხელმისაწვდომი გახდა საკმაოდ გვიან, დაახლოებით 4-5 წელია, მე რაც ჩემთვის ხელმისაწვდომი გახდა ხის კვერცხი. მანამდე ნუ არც ქალაქში არ იყო და ვერც დურგალიც მეწინააღმდეგებოდა ყოველთვის ამის გაკეთებაზე. ამიტომ ვაკეთებდი ესე, ვიღებდი ნაჭუჭიდან, ჩვეულებრივი კვერცხიდან ვიღებდი შიგ-თავს, ამას ვრეცხავდი კარგად, თუმცა ესეც ცოტა მძიმე პროცესი არის და ვავსებდი შემდეგ თაბაშირით. რაც ნუ ამ კვერცხს მუდმივობას უნარჩუნებს, იმ თვალსაზრისით რომ არ გაფუჭდება და ეს. ეხლა კიდევ ის მეორე წელია. ბატონო, ანუ მაყურებელს პრინციპში შეუძლია რომ აიღოს თქვენგან მაგალითი და ეს მუშაობს. კი, რა თქმა უნდა, მუშაობს, მაგრამ უფრო იოლი გზები გამოჩნდა. აი 2 წელია, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა ესეთი პენოპლასტის კვერცხები. იყიდება ნებისმიერ ფურნიტურის მაღაზიაში, ნუ თუ დაინტერესდებიან და ხელსაქმე ვისაც უყვარს, ყველა მიცის. ღირს საკმაოდ იაფი და ძალიან, ანუ ეკონომიურ თვალსაზრისითაც ძალიან ადვილად ესეთი არის. მისი მოხატვა შეიძლება? თუ დაგრუნტეთ კი. ხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაიგრუნტა, საერთოდ აი დეკუპაჟის შემთხვევაში სჭირდება დაგრუნტვა. ანუ მოდი მაშინ იქნებ გაჩვენოთ პირველ ეტაპზე და მეყურებელს დარწმუნებული ვარ უმეტესობას არ ესმის რას ნიშნავს დეკუპაჟი და იქნებ განმარტოთ. ხო, ეს ტერმინია. ტერმინი არის ამ ტექნიკას ქვია ესე დეკუპაჟი. ხო, და იქნებ გაჩვენოთ რას მიაღწევენ ამ ტექნიკის გამოყენებით. აი ნახოთ, აი მაგალითად თუ შეიძლება, იმიტომ წამოვიღე ეს დაფები თითქოს თემატიკაში არ ჯდება, მაგრამ
ეს არის მწვანილი საჭრელი დაფები, რომელიც ყველა დიასახლისისთვის ცნობილი არის. არის ფუნქციური, შეგიძლიათ მეორე მხრიდან ისარგებლოთ ჩვეულებრივად და აქედან მხრიდან გაგილამაზოთ სამზარეულო. ეს კეთდება ესე იგი პირველ ფენად ვიყიდულობ ჩვეულებრივ დაფებს ხის ვამუშავებ ერთ მხარეს მე ამაზე ვუსვამებ გრუნტს ეს გრუნტი ახლა ჩემ შემთხვევაში არის მაგალითად წებო პევეა შემდეგ გადამოქვს ხელსახოცი ხელსახოციც ოდნავ შემდეგ უნდა დამუშავება იცით რა ცოტა რთული არის ხელსახოცის თხელი ფენის გადაყვანა იკეთებს რაღაც ნაოჭებს და არა გლუვზე დაპირს მძიმედ იღებთ ასე ვთქვათ რა ნუ ხელის დამუშავება უნდა და ამიტომ საჭირო ხდება მე ცოტა ზუმფარით ქართულად ზუმფარა შკურკას გულისხმობ ხდება მე ამისი გასწორება ხო და მე ხატა ზემოდან კი ზოგიერთი აი აქაც არის ნუ რაღაცა დეტალებს ვხატავ მაგრამ შეიძლება ისეთი ხელსახოცი შეარჩიოთ რომელსაც საერთოდ არ დაჭირდება მოხატვა ანუ შეიძლება იქნება და გადავიტანოთ პირდაპირ და იქნება პირდაპირ გადაიტანთ და შემდეგ წაესმება ლაკი ნუ ხა ამ შემთხვევაში ხმარობ უფრო ესეთ დამზოგავ ლაკს რომელიც შეიძლება კვების პროდუქტებთანაც იყოს რაღაც შეხებაში მაია, სანამ თქვენ დაიწყებთ ამ პროცესს კიდევ აჩვენებთ, აუცილებლად სიმონიკოს უნდა დავუბრუნდეთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ისტორია აქვს ამას ყველაფერს, ხო, თავის ტრადიციები, თავის წარმომავლობის ისტორია, იმიტომ რომ ეს კიდე წინაქრისტიანული პერიოდიდან მოდის. შენ ვიცი რომ გაქვს რაღაცა ძალიან საინტერესო ნიმუშიც, ხო, რომელიც ბებიას ეკუთვნოდა თუ არ ცდები თუ დიდბებია. აღდგომაზე რაღაცა ისტორიები აღდგომაზე და შობის დღესასწაულთან დაკავშირებით რაღაცა ისტორიები მახსოვს. ბავშვობიდან რასაც მიყვებოდნენ ოჯახში და თავისთავად ალბათ ეს ორი დიდი რელიგიური დღესასწაულია რომელიც ამავე დროს სიმბოლურად ძალიან სიმბოლურ ხასიათს ატარებს და ის რომ კვერცხი არის ასე ვთქვათ ნაყოფიერების სიმბოლო მე უკვე გადმოვიდა ამ ტრადიციაში. ასევე ალბათ საინტერესო ის არის, რომ მართლმადიდებლურ ქვეყნებშია უფრო გავრცელებული კვერცხის შეღება ლუთერანებთან აქვს კურდღელი, როგორც იმის სიმბოლო, რა ქვია. ასევე ნაყოფიერების ხო. იცით რა, ერთი რამ მაინტერესებს, უბრალოდ ეს კვერცხის მოხატვაც, ახლა ჩვენ გაცილებით უფრო მრავალფეროვანი გახდა ამ თვალსაზრისით რა შეგიძლია ნებისმიერი ტიპის იგივე საღებავი მოიპოვა შენ თვითონ შეღებო მაგრამ მე მახსოვს რომ ბავშვობიდან მახსოვს რომ ჩვენ ყოველთვის გქონდა ესეთი ენდროში შეღებილი წითელი კვერცხი და მახსოვს რომ მაგალითად რუსულ ეკლესიაში გაცილებით უფრო ფერადოვანი იყო ეს იყო ნებისმიერი ფერით შეღებილი რაღაცა კვერცხების ისფერი ყვითელი მეგონი უკრაინული თუ ბელორუსიული ტრადიცია რომელიც არის პისანკები ესე ქვია ამ ტექნიკას გავს მოხატული ხის კვერცხები მაგრამ ადრე უფრო ასე ვთქვათ სიმბოლო თითქმებოდა რომ პატარა კვერცხი რომელიც იყო იუველირული იყო ან ოქროსი ან ქვის ან ემალის საჩუქრად ჩუქნიდნენ ყოველ აღდგომაზე მეგობრები ერთმანეთს ან ოჯახის წევრები და ასე შემდეგ. ეხლა არ ვიტყოდით თუ არ სამაზე მაქვს, იმიტომ რომ რუსეთში იყიდება რაღაცა მწვანეა, დიახ, ულამაზესია. როგორ დამავიწყდა? სხვათა შორის მე ერთი ტექნიკა ყველაზე მარტივი რაც მახსოვს ჩვენ ბავშვობაში, იმიტომ რომ მაშინ არ ვიცი ხა შეიძლება ასეთი ამდენი საშუალება არ იყო ან ცოდნა არ იყო ამის შესახებ. როგორ მწვანილის ფოთლით როგორ ღებავდნენ ხოლმე და ენდროთი შეღებილი წითელ კვერცხს ქონდა ესეთი თეთრი ფოთლის ფორმა, რომელიც ხუშის ფოთლებს ხუშის ფოთლებს და ესეთი ძალიან ლამაზი გამოდიოდა ყოველ შემთხვევაში ბავშვებს ძალიან უხაროდათ, მაგრამ იყო ალბათ რაღაცა გარკვეული ტექნიკები, რომელსაც უფრო ადრე იყენებდნენ, მაგრამ შეიძლება ჩვენამდე არ შემორჩა. მაგრამ ენდრო მაინც განსაკუთრებული რაღაც ჯერ რომ ნატურალური მცენარე არის და ამავე დროს ძალიან ღრმა და ლამაზი ფერი აქვს. მე უნდა ვაღიარო რომ სვანაერი ფერი. მაინც ესეთი ტრადიციული ენდროთ შეღებილი კვერცხი ყველას მირჩევნია. და აი თუ შეიძლება თუ გახსოვს შემე თქვენდეს რაღაც ისტორიები თუ არა აი როგორი წინა საახალწლოდ რაღაც ძალიან ისი ყოველს გვაქვს სერიოზული მზადება სააღდგომოთაც ემზადებიან ადამიანები მაგრამ მაინც უფრო რაღაცა მკაცრად განსაზღვრული რიტუალებია ბევრი მით უმეტეს მათთვის ვინც ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს შესაბამისად უფრო ნაკლებია
წინასააღდგომოთ ეს რაღაცა ფუსფუსი აი ამ კუთხით, მაგრამ ისეთ ოჯახებში, სადაც ეს ბავშვებიც არიან, უნდათ რომ სილამაზეც იყოს გარდა იმისა, რომ ამას ყველაფერს სიმბოლური დატვირთვა მისცენ, ძალიან სასურველია, რომ ეს ყველაფერი კიდევ მიმზიდველი იყოს ვიზუალურად და აი შენ თუ გახსოვს პრინციპში აი შენი იცი რა მე ესე არ მახსოვს თქვა რაღაცა ფოტოები, როდესაც აი სააღდგომო სადილი, რომელიც ასე დიდი დღესასწაულია, რომ უნდა ყოფილიყო განსაკუთრებით მოწყობილი სუფრა და იმის გამო რომ განსაკუთრებული რაღაცეებია, რაც არის პასკა და კვერცხი, ეს უკვე ითხოვს რაღაც შესაბამის იმას, რომ ეს უნდა იყოს. ის კი არა სტოლსაფრებზედაც ფიქრობენ, რომ სუფრა უნდა იყოს განსაკუთრებული და ეს რა და კიდე იყო ბაზის ჯვარს სარჭობდნენ სხვათა შორის პასკა იმაში, კულიჩში თუ პასკაში. ხო, კულიჩი მოდი. ჩვენ რასაც პასკას ვეძახით, ის არის რეალურად კულიჩი. რუსული თუ არის ეს ხაჭოს პასკა. უბრალოდ რა მაინტერესებს, აი თქვენ აი რაღაცა ფორმები კიდე არაჩვეულებრივი ჩვენ საერთო მეგობარს აქვს ჯერ კიდევ შენარჩუნებული ძველის სწორედ აი ამ ხაჭოს პასხის გასაკეთებ დასაწური. რომელიც ანგელოზები და ზოგ ჯვარი აქვს, ზოგი ხოთაშო სპილენძის არის, ანუ ესეც არის. და ძალიან შთამბეჭდავი და ლამაზია და ესეთი. ანუ ეს არის აუცილებელი ატრიბუტი. ჯეჯილი იდგა ხოლმე სუფრაზე? ჯეჯილი არ მახსოვს სხვათა შორის იმაზე. მე მახსოვს თითქოს მეჩვენება რომ ბოლო პერიოდში უფრო დავიწყეთ ჯეჯილის სანთელი აუცილებლად. სანთელი და წითელი ღვინო. წითელი ღვინო. აუცილებლად. და თავისთავად ძალიან ლამაზი შეიძლება იყოს, ხო წარმოვიდგენია სიმონიკოსთან რა სილამაზის იქნებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ აბსოლუტურად არსებობს შესანიშნავი პოტენციალი ყველასთვის, რომ ეს სუფრა იყოს მართლა ძალიან განსაკუთრებული და სიმონიკო, რამე დეტალები იყო ისეთი, რომელიც თქო განსხვავდებოდა ჩვეულებრივი სუფრისგან, რომელიც ახლა ყოველდღიურ ოჯახში იშლება. ძალიან მაღალი კულიჩი დიდი ჯვრით, აი ეს რაღაც სხვანაირი იყო, რაღაც ძალიან მაღალი. არ ვიცი, ძალიან მაღალი კულიჩი იყო. ხო, ადრე უფრო დიდები, დიდ საკეთები. ჩვენ მაყურებელი გველოდება, დიახ, გისმენთ? გამარჯობა, გილოცავთ დამძეგ შესაძლოა მინდა ბებია ჩემის მოვაწოდო ყველას. ბებია ჩემს ქონდა ძალიან ლამაზი ბოთლი და სახურავზე იყო ვერცხლის სახურავი იყო პატარა ბატკანი. ამ ბოთლში ჩადებდა სქელ ბაწარს და მე შემოახლევდა მთელ ბოთლს ბოლომდე. მე დაასველებდა და კინძის იმაში გაატარებდა კინძის ცეცხლებში. და სააღდგომოდ ეს ბოთლი იყო მცლად, პატარა კინძით დაფარული. ვანე არაჩვეულად ლამაზი ბოთლი გაზრდებოდა, როგორი შესანიშნავი იდეა, ქალბატონ, ძალიან დიდი მადლობა. ეს გასხამდა მე ჩვენთვის ისეთ რაღაც ღვინოსავით და საახალწლოდ აი ამ ბოთლით მაია, ხომ არ გაგიგია ასეთი რამ? ის კარგი იდეაა სხვათა შორის. წარმოადგენია ბოთლი მწვანე ცოცხალი, როგორი სიამონის ანახავდა. ძალიან დიდი მადლობა. თუ არ შეწუხდებით, ქალბატონო, იქნებ ჩვენს პროდიუსერს და მე პროდიუსერსაც ვთქვი რომ არ შეწუხდეს და იქნებ ჩაიწეროს ეს ყველაფერი და ერთხელ შეიძლება საცდელად თქვა გოგოებმა გააკეთონ, მე ვერ ავიღებ ამ ხელა მისიას ჩემ თავზე. სალომე. ხო, სალომე გავაკეთებ, დრო დამჭირდება, ის უნდა გაიზარდეს. ხო, მაგრამ დრო გვაქვს და თავისთავად როგორი შთამბეჭდავი იქნება, ცოცხალი ბოთლი მწვანე არის. აშკარად მაია დაიმახსოვრებს ამას. მიუხედავად იმისა, რომ მაია ქიმიკოსია, ხედავ შენ მაინც როგორ შეიცვალა პროფესია. ეს ქიმიასთან არის ყველაფერი კავშირი. ქიმიასთან არის. მაია, შეგიძლიათ თქო დაგვიხსნათ აი ხა რა პროცესია მიმდინარეობს თქვენთან? ეს პენოპლასტის კვერცხი მივამაგრე ამ ჭირზე. ეს იცით რა ძალიან მოსახერხებელია, იმიტომ რომ მე მაგალითად ამ კვერცხებს ძირითადად, ხო, აი ეს. ამ კვერცხებს ვიყენებ თვითონ კულიჩის მოსართავად. აი ჩემთვის რა საინტერესოა. ხო, კულიჩი ვარჭობ და ნუ უკვე გაპრანჭული არის ეს კულიჩი, იმიტომ რომ ეს პუდრა, შაქრის პუდრა რაღაც რატომღაც უცბად ქრება ხოლმე.
სხვა ესეთი მოსართავი დიდად მე თვითონ არ მიყვარს. და ამიტომ ეს ვარიანტი მაქვს მოსართავად. ამ ჭხირის საშუალებით ზუსტად დააყენებთ იმ ზომაზე, რა ზომაზე თქვენ გნებავთ. და თან გარდა ამისა მოსახატად ძალიან კომფორტული, იმიტომ ხელში გიჭირავთ. ახლა თქვენ ახლა მას ხო მე მგონი გადაცემის ბოლომდე დაასრულებთ ისეთი. კი, როგორ არა, მაია ინტენსიური სხვათა შორის მაია ერთი საიდუმლო გამანდო და უნდა გითხრათ, ახლა ხაჭოზე იყო, ხაჭოს პასკაზე იყო საუბარი და ქალბატონმა მაია მითხრა, რომ მან იცის განსაკუთრებული რეცეპტი სპეციალურად, თუმცა ყველის კონსისტენციამდე მიდის ხაჭო და ისეთი მძიმე და ისეთი გემრიელი ხაჭო გამოდის. მე ვიცი რომ შესაძლებლად ქალბატონ მაიასთან წახვალ სტუმრად მე არა ის პასკა იქნება კვირას. კვირას იქნება სალომე. მე კვირამდე მოვიცდი რომ აუცილებლად მაია იცი რა ამბობენ კიდევ ნაჭერით რომ გადადის. უფრო იოლია ეს უკვე დიასახლისებს შეგვიძლია გავაკეთოთ. ოღონდ ნაჭერი უნდა იყოს ისეთი, ნუ აი ჩვეულებრივი, რომელიც გადადის ზოგჯერ რეცხვაში გადადის ხოლმე არა რაღაცა და ის ფერები, აი ვთქვათ ყვავილია მოხატული, იმაში უნდა შეფუთო, მე თეთრ ნაჭერში და აი გადადის კვერცხზე. და ეს არასოდეს არ მისია ქალბატონიანა, თუმცა ანუ ტექნიკურად ხვდები რომ ეს უნდა იყოს აუცილებლად ნატურალური ნაჭერი. ნატურალური, ხო? სასურველია თანამედროვე. რა ვიცი, ფერებსაგებავი ადვილად გადავიდე. ხო. მაგ თვალსაზრისით. ზუსტად, თორე ძველი ნაჭრები და სხვათა შორის არანაირად არ გადადის ფერი. მე ბებიაჩემის ნაჭრები მაქვს. რაიმე ესეთი ტიპის ტექნოლოგიური ესე ვთქვათ შემოთავაზება რა შეიძლება შენი აზრით იგივე ხის ან ძალიან ბევრი რამე შეიძლება ეხლა რაც გინდა ხო ისე შეგიძლია გააკეთო უბრალოდ რაღაცა ნატურალური და საინტერესო მასალები იქნება უფრო მე უფრო მომეწონებოდა ალბათ მაგრამ ყველაფრისგან შეიძლება რა ვიცი მე მაგალითად მაიკო შენს ადგილზე რახან შენ პენოპლასტი აიღე გავაკეთებდი ძალიან დიდ კვერცხს ნანა გვაცადე მე მქონდა ეს ერთხელ გაკეთებული აი მქონდა გაკეთებული მე მქონდა გაკეთებული ოღონდ ეს იყო დაახლოებით 50 სანტიმეტრიანი სიმაღლეში და დაახლოებით 30 სანტიმეტრი იქნებოდა სიგანეში კუსტარულად გამოჭრილი ნუ ამიტომ ცოტა მოდნავ რაღაც პრობლემები ქონდა და გავაკეთე კვერცხი რომელიც ნუ ჩემი დიზაინით რომელიც ძალიან მომეწონა ჩემთან მოვიდა ერთი ჩემი მეგობარი, რომელმაც მოიყვანა ხელოვნებად მცოდნე. დიახ. და ეს გოგო, ნუ შოკირებული დარჩა. და მე ვერ მივხვდი ამ რეაქციას. ხა მინახავს ეს რეაქციები ჩემთან, როცა ათვარიებლებენ ჩემ ნამუშევრებს და თითქოს ყველა ტიპი ვიცი და ეს მართლა შოკირებული დარჩა და რა ხდება თქო, რო ვიკითხე. თქვენ მურაკამი იცითო და კი მე ვთხარ, ოღონდ მხოლოდ ორი ნაწარმოები მაქვს მეთქი წაკითხული და არა, დიზაინერი მურაკამიო. ხო. ეს არის თურმე რაღაცა იმ წლევანდელი მოდის საუკეთესო ტენდენცია და იმის მიხედვით გაქვსო გაკეთებულიო ესო, ხო? და მე მანახა მურაკამის ნამუშევარი. დიახ. ეს იყო კვერცხი, რომელზეც აბსოლუტურად იდენტური ნახატი ჰქონდა გადატანილი, ნუ სხვადასხვა ტექნიკით, რა თქმა უნდა. და რომ იდეები ჰაერში დაფრინავს. თქვენი როგორ იყო? ანუ მოხატული იყო თუ ეს ბისერით ნამუშევარი იყო? ჩემი იყო შერეული ტექნიკით. იმ პერიოდში ხელში ჩამევარდა ძალიან ლამაზი თოკები, ნატურალური საღებავით შეღებილი. ეს იყო მწვანე, აი ქართულ ფერებს რომ ეძახიან, ქართული საღებავით შეღებილი. და აი ამითი მქონდა გაკეთებული დაახლოებით რომ აგეხსნათ, ეს იყო ბევრი ყვავილი ერთმანეთში ჩამჯდარი. ხო. მე მინდა რომ ეს არის ჯოჯო ხეთურის შრომა მეგობრებო და მე ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვისაც ამის მოთმინება ყოფნის ნამდვილად. იმუშავენ. აი ახლა ერთი საათი რაღაცას ვცდილობ და არაფერიც არ გამოდის. მე მაინც მირჩევნია ვიყო კარგი შემფასებელი, მე ამის გამკეთებელი. სიმონიკო, შენ თუ შეგიქმნია რამე საერთოდ? კი, ვაკეთებდი ბავშვობაში სხვადასხვა შორის კვერცხებს სხვადასხვანაირად. და როგორ რაღაცებს ვაწეპებდი, რაღაცებს პოულობდი, რაღაცებს მაგ ესეთი ნაჭრებით, ხავერდით და რაღაცები. თვითონ კვერცხი რა იყო ძირითადი მასალა? იცი რა, ხის კვერცხები მქონდა, სხვადასხვა მოსკოვიდან ვიღაცამ ჩამოიტანა და მე თაბაშირის კვერცხებს ვაკეთებდი. ციცარის კვერცხს. ციცარის ხო. უნდა ვთქვა ერთი რამ და მე ძალიან გთხოვ ახლა მიპასუხო, ოღონდ გულწრფელად მიპასუხო.
ეს არის სწავლება. ეს უნდა ამის უნარი უნდა დააკვეს დაბადებიდან. მართალი ვარ თუ არა? არ უნდა გიყვარდეს, მაგრამ შეიძლება დახვეწო მერე და რაღაცები ისწავლო კიდევ. ამას რაღაცა საწყისი ნიჭი მაინც სჭირდება. გამახსენდა სიმონიკო სწავლობდა ლონდონში, ძალიან საუკეთესო მოდის სკოლაში, ასე ვთქვათ, ისწავლება ეს ხელოვნება, მე ვიტყოდი ხელოვნებას, დავარქმევდი ამას, მაგრამ აი ამ წლების განმავლობაში ხა ჩვენ კარგად ვიცით, რომ ევროპის ქვეყნები და დედაქალაქები განსაკუთრებით როგორი ახტოვანებით ემზადებიან და მორთულობა რამდენად ინტენსიურია ხოლმე, როდესაც ეხება რაღაც იგივე ახალწელს. აი სააღდგომოდ ლონდონში თუ გახსოვს რა იყო ეს თამბეჭდავი დეკორაცია და თუ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ისევე როგორც ახალწელს ხდება ხოლმე ესე. იმის გამო რომ უფრო ეხლა მას მარკეტი და რაღაცა ორიენტირებულია ყველაფერი გაყიდვაზე და ამიტომ ცოტა ზედაპირულია ეს ყველაფერი, მაგრამ რა თქმა უნდა დიდ მაღაზიებს და კარგ თქვათ ისეთ ადგილებს თავენ ძალიან ლამაზად ამ კურდღლებით, კვერცხებით არა, დღესასწაული მარკეტოლოგებისთვის ეს არის იდეალური დრო, როცა მათ შეუძლიათ გაყიდონ სრულიად. უკვე, მაგრამ იმდენად ბევრია, რომ რაღაცნაირად გაღიზიანებს. უკვე ფიქრობ, რომ თავის იმას კარგავს, როდესაც გაუფასურებულია ეს. და ახლა წაწყვეტი ხარ, რაღაც მე მაგალითად პორტობელოზე ძალიან ხშირად მინახავს ძველი კურდღლები, ძველი ვიქტორიანული ხანის ჯერ კიდევ ბარათები აი რაღაც ეს ინდუსტრია უკვე ძალიან დიდი ხანია მუშაობს, ეს არ არის რაღაც და თქმა უნდა ოჯახში ყველა თავისებურად ემზადება, მაგრამ ყველაფერი იმისთვის არის ამ დროს მოწყობილი, რომ შენ მაქსიმალურად დაიხმარო ვიღაც, თუ შენ ამის გაკეთება არ შედიდა, აი ღია ბარათები ახსენე და ეს რა ხელით დაწერილი, მოხატული, სპეციალურად მისალოცი, ხო? ხო, აბსოლუტურად შესანიშნავი სილამაზე. მაყურებელი გველოდება დაწერილი ან ყოველში, ნუ ბოლო პერიოდი უკვე ძალიან რთულია, რომ ყველას ხელით დაუწერო და მიულოცო, თუმცა დამეთანხმებით ალბათ, რომ როდესაც ადამიანი პირადად მოგმართავს და შენ გეკუთვნის ეს მომართვა, ეს არის იდეალური მილოცვის საშუალება, როცა კონკრეტულად შენზეა გათვლილი ეს მოლოცვა. ეს ხელის მოწერით მაინც თუ დასტურდება დღეს, ეს უკვე ძალიან ისეთი კარგია და ითვლება, რომ სწორი ნაბიჯია. მაყურებელი გველოდება, კიდევ გისმენთ გამარჯობა. თან აქვს შეკითხვა. გამარჯობა ჩემო კარგებო, გამარჯობა. როგორ მომწონხართ, როგორ მიყვარხართ ყველა. არ ვწოვებ არც თქვენ გადაცემას. ანგელოზებს გევხართ სულ ყველა. მე განსაკუთრებით დღეს. ახლა ქალბატონ დანასთან მინდა ერთი შეკითხვა. რას გულისხმობ, ცოტა დიდი კვერცხი უნდა იყვესო. ფიქრობ ეხლა რას აქვს დიდი კვერცხი და რას საკვირველია იუმორი და გასაცინებლად. ძროხას კვერცხი არ აქვს. მას რას გულისხმობ დიდ კვერცხში? სირაკლემას კვერცხი. სირაკლემას კვერცხი. დინოზავრის კვერცხი ვერ მოვიპოვებ ქალბატონო, ძალიან რთული შაშოვნელია ჩვენს დროში. სირაკლემა შეიძლება. არა, პირველ რიგში ის რომ თავისთავად დიდი პატარებს ჩაუნერგოთ სილამაზე, დამოკიდებულება და მნიშვნელობა სააღდგომო კვერცხს. ეხლა მე მაგალითად ჩემ შვილიშვილის შვილს რომ მიუტანო დიდი კვერცხი, მე წარმომიდგენია ის როგორ შეაფასებს, იმიტომ რომ როდესაც პატარა კვერცხს მიირთმევს საუზმეზე და უცებ დახვდება ეს, მას რაღაცნაირად დამოკიდებულება ნანა, მე დარწმუნებული ვარ შენ სულ ამაზეს ქალბატონს ნიას, რომ აი ესეც მიუტანო, ეს პატარა არ არის დიდი. დარწმუნებული ვარ რომ ეს არა ეს ხალხად მაგრამ მე შემიმჩნევია სიდიდეს მნიშვნელობა აი არ ვიცი ვერ დაგეთანხმებით ბოლომდე ქალბატონ ნანა იმიტომ რომ მე შემიმჩნევია ბავშვებს განსაკუთრებით ხო ვიცი რომ არ უნდა შევეკამათო მაგრამ ამ შემთხვევაში უბრალოდ ჩემს გამოცდილებას გაგიზიარეთ რომ ბავშვებს ძალიან უყვართ პატარა ზომის სათამაშოები როგორი დიდი სათამაშო არა აი უმეტესად შემჩნევია რომ აი პატარა დეტალებით უფრო დიდი სიამოვნებით ერთობიან ხო ნუ ეხა ეს საკი შესაფერისად უნდა მივცეთ რა თქმა უნდა მაგრამ ამ ზომის კვერცხს და თავი ნამდვილად ვერ გადაყვავ მაგალითად იცი რა ახალ წელს ხო ბავშვებს განსაკუთრებით
ნამდვილად უყვართ არა ეს ნაძვისხე და რაღაცა და აღდგომას კიდევ ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა ზოგს მაგალითად აღდგომა უფრო უყვარ აი სიყვარულით უყვარს ახალ წელზე მეტად დიახ და როდესაც ზეიმია რაღაცა ეს მოცულობას უფრო დიდი წონა აქვს მე ასე ვფიქრობ აი მე მინდა სიმონიკოს ერთი რამ ვკითხო ჩვენ ამ კვირაში კიდევ ერთი სიმბოლოა ეს არის ბზა რომელიც ყველას გვაქვს სახლში მაგრამ აი ამ სცენარეებშიც როგორი ვარირება ახლა ეს არის წელს დავინახე ხოთაშორის პირველად ასე აქტიურად სამწუხაროდ არ ვიცი ქართული ვერ ვარ ქართულად არ ვიცი როგორ დიდი ბოდიში სამშიტი მადლობთ და წელს დავინახე პირველად მისი ტოტები სამწუხაროდ მანამდე არ მინახავს არასდროს მე ეს ძალიან ლამაზია ეს შერეული რაღაცა კომპოზიციები მე ვნახე და ძალიან მომწონს კიდევ რა აი თუ არის ზეთისხილის რტოებია ანუ პალმის რტოებია ბიბლიაში მწადია მაგრამ საინტერესოა მსგავსი ტიპის ტრადიცია თუ არის ევროპაში შენ თუ შეგიმჩნევია მე მოკლე პასუხი არა და მაყურებელი ყავს იქნებ რაღაცა გვასწავლო საინტერესო დიახ გისმენთ გამარჯობათ მიხარია თქვენ რო ხედავთ ეკრანზე მინდა გითხრათ ასეთი რამე რომ აგერ ხმატულმა ახსენა ხის კვერს დიახ აი ომიანობის პერიოდში ძალიან რთული იყო ხის კვერცხის შოვნა. აქ სხვათაშორის უნდა მიმსგავსებულიყო ყველანაირი ბორტ, რო არ შემსარიყავი. და ჩვენ კიდევ ერთმანეთს უტყამდით კვერცხს. აი ციტარის კვერცხის ახსენეთ, აი უფრო პატარა, ისე ცნობილ კვერცხებში კი, ოდნავ გამოირჩევა. კი, მაგარია რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენ არ გქონდა იმის უფლება რომ ჩვენ კვერცხზე ციტარის კვერცხი გაქონდო თუ დავაგებდით უნდა ჩემი კვერცხი მიმეცა იმის შეჯიბრი იყო სერიოზული ესე კი შეჯიბრი იყო შეჯიბრი მაგრამ აქ მთელი ბიტობა მდგომარეობდა იმაში რომ აუცილებლად ჩვენ რო არ მოწყულებულიყავი კბილზე უნდა გაგეშინჯა მირთხმი. დიახ. აჰა, გასაგებია. თუ შესწებოდი, შენ საკუთარ თავს დააბრალე. ხო, გასაგებია. მე ბოლოს გავიგებდით რომ აი მას ქონდა ის კვერცხი და გული მკლებოდა. დიახ. ანუ ეს ხის კვერცხი გამარჯვების ეს იყო რა. ნინოსთან იქნება დიდი შეჯიბრი ახლა. დილას ადრიანა ოჯახი ხო ამით იწყება რომ ვისი კვერცხი იქნება ყველაზე გამძლე და შენთან როგორი ნინოსთან ყველაზე ბევრი ბავშვია ოჯახში. ჩემმა კვერცხმა გაიმარჯვა. რას ლაპარაკობ? ჩემპიონი კვერცხი მყავდა მე და რა თქმა უნდა, იქ მე მეორე პარტია შეჯიბრი გაიმართა, ვის ერგებოდა ჩემი ერთი ჩემპიონი კვერცხი. შემდეგ მოვიპოვე კიდე ორი ჩემპიონი კვერცხი და დავარიგე 3 ცალი და აი ეს ეძინა. მაიკო რასაკეთებს აღარ გავიდა მაიკო რა ხდება შენსკენ საოცრებები ხდება ნანა მე დარჩი გაღიმებული არ ვიცი რამდენად ჩანს არაწელი მე მგონი დასრულდა ჩანს ყველაფერი მაია არაჩვეულებრივ დასასრულისკენ ვართ ეს არ არის ჯერ ბოლო დასასრულისკენ მივდივართ ჩვენ დრო აღარ მე მაგალითად იდეები ახლა მომივა ისა რა ქვია მე დავაწერდი სახელებს ბავშვებისას და ისე მივცემდი ხო შეიძლება მაინც ყველაფერი კარგი იდეა ქალბატონენა ძალიან დიდი მადლობა ყველაფერი შეიძლება იმიტომ რომ ეს ფორმა იძლევა მის საშუალებას რომ უამრავი ლამაზი რამე გააკეთო და უამრავი ლამაზი რამ მოიფიქრო აი აღფრთოვანებული ვარ მართლა გეუბნებით აი ძალიან ლამაზია ყველაფერი აი ერთი წაჩვენე მაიკო და უკვე აი ეს არის პრაქტიკულად მზად სულ რაღაც 20 წუთში შემდეგ შეგიძლიათ ეს ბაბთა გაუკეთოთ დიახ ნებისმიერი ფერის ნუ ეს შეგიძლიათ არა კვერცხზე მორგებული არამედ იმაზე რისი მორთვაც გინდათ და პირდაპირ ესე პასკაში ჩავართ. დიახ. ესე ძალიან ლამაზია. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო იდეები ჩვენი გადაღებული ვართ დღეს ყველა ოჯახში დაიწყება მცდელობა. დღესასწაული და უსურვოთ ყველაფერი საუკეთესო. რა თქმა უნდა. და რა ვიცი, ასევე მაყურებელს თავისთავად ცხადია. მე არ ვიცი ჩვენ რჩებით თუ გავდივართ უკვე ეთერიდან. გავდივართ სამწუხაროდ, ამიტომ ჩვენ გემშვიდობებით მე გოგოებსაც მივცემთ ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენს და მაყურებელსაც ყველას გილოცავთ თამდე აღდგომას ამ წინვალე დღესასწაულს.
ჩვენ სუფრაზე ვისაუბრეთ და შესაბამისად განტვირთვის დღეებზე ასე რომ იმედია მაყურებელი ჯანმრთელად და კარგად დაგვხდება ძიმე სამშაბათს როცა დაუბრუნდიან. იმედია სამშაბათს დაუბრუნდები. ჩვენ უპირველეს ჩვენ შეგვიძლია დავაყოლოთ ბორჯომი და დაუბრუნდეთ ჯანმრთელად. ძალიან დიდი მადლობა გილოცავს. ძალიან დიდი მადლობა. მეც გილოცავ.